კავკასიონის მთების შუაგულში, არაგვის ხეობაში დგას ანანურის ციხე კომპლექსი. ეს არის ადგილი, სადაც ისტორია, რწმენა და ქართული სული ერთ სივრცეში იყრის თავს. ციხე მე-17 საუკუნეში აშენდა. ის არაგვის ერისთავების რეზიდენცია იყო. აქვე იყო საგვარეულო სამარხიც. ანანურის ციხიდან აკონტროლებდნენ მთელ გზას, რომელიც თბილისს ყაზბეგთან აკავშირებდა. ამ გზას დიდი სამხედრო გზა ეწოდება. აქ ასევე გადიოდა სავაჭრო მარშრუტები. ამიტომ ანანური არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სავაჭრო სტრატეგიული ცენტრი იყო. ანანურის კომპლექსში განსაკუთრებით გამორჩეულია ღვთისმშობლის ეკლესია. მისი კედლების ორნამენტებსა და რელიეფებში დღემდე ჩანს ჯვარი, ვაზის ძირი და სიცოცხლის ხე. ეს არის ქრისტიანული ხელოვნების ნამდვილი საგანძური, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო. მაგრამ ანანური მხოლოდ ციხე არ არის. ეს არის ადგილი, სადაც საუკუნეების განმავლობაში ჟღერდა ეკლესიის ზარები. იმართებოდა სასიკვდილო ომები და შემდეგ ისევ სიფშვიდე ბრუნდებოდა. მისი კედლები მოწმეა ბევრი ბრძოლის, ღალატის და გამარჯვების. 1739 წელს მუხრან ბატონმა ციხეს იერიში შეუტია და არაგვის ერისთავი ოჯახიანად ამოხოცა. ეს მოხდა ანანურის ჩრდილოეთით მდგარ ციხეში, სახელად შოოპოვაში. როდესაც ციხეს ისრებით და ძალის გამოყენებით ვერაფერი დააკლეს, მის გარშემო უამრავი ხე შემოაწყვეს. კოშკისათვის ცეცხლი წაუკიდებიათ და შიგმყოფნი ცოცხლად გამოუწყობთ. მომდევნო საუკუნეებიც არ იყო მშვიდი. მე-18 საუკუნეში ანანურში რუსი გენერალი ტოტლებენი განლაგდა თავისი არტილერიით. მას ერეკლე მეფის ტახტიდან ჩამოგდება ჰქონდა განზრახული, თუმცა საბოლოოდ ეს მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. როცა კრწანისის ველზე დამარცხების შემდეგ გადარჩენილმა ერეკლე მეორემ თავშესაფარი სწორედ აქ ანანურის ციხეში იპოვა, ანანურის ციხე ქვეყნის 7 უძლიერეს ციხეს შორის მოიხსენიება. დღეს ეს ადგილი არა მხოლოდ ბრძოლის სიმბოლო, არამედ მოგზაურებისა და მლოცველების საყვარელი ადგილია. ანანური გვახსენებს, რომ საქართველო მუდამ იბრძოდა, მაგრამ ინარჩუნებდა რწმენას, კულტურას და ღირსებას.